მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით საგარეჯოში, უფრო კონკრეტულად გიორგი წმინდაში და გთავაზობთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, სადაც მშენებლობის ნებართვა უკვე აღებულია, დენი, წყალი, გაზი უკვე მიყვანილია და შემოღობითი სამუშაოები თან ნაწილობრივ გაკეთებულია და დასრულებულია, თან ნაწილობრივ მიმდინარეობს. მე ბექა ხიზანიშვილი ვარ, კომპანია ბიჰოლდინგის დამფუძნებელი და უძრავი ქონების ექსპერტი. მუხრანის მიწის ნაკვეთი ბევრს გახსოვთ, ძალიან ბევრ თქვენგანს გული დაწყდა, რომ ვერ მოასწრო ყიდვა, ასე რომ დღეს შეგიძლიათ აქ შეიძინოთ მიწის ნაკვეთი, რადგან ძალიან ბევრ თქვენგანს აინტერესებს გონივრული ინვესტიცია. სანამ მიწის ნაკვეთის განხილვაზე გადავალთ, მინდა გითხრათ, თუ სად ვიმყოფებით ტერიტორიულად და რა ლოკაციაზე. და აქვე გამოვაჩენთ ავტობანს, დრონის კადრებსაც შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა. თბილისიდან დაახლოებით 25 წუთის გზა დაგჭირდა, რომ აქამდე ჩამოვსულიყავით. ანუ თქვენ გაქვთ შანსი შეიძინოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი თბილისთან ახლოს, თან იმდენად ახლოს, რომ სააგარაკეთ კი არა, საცხოვრებლად იყიდოთ, ააშენოთ სახლი და აქედან იაროთ სამსახურში ან პირად საქმეებზე. ეხლა წავიდეთ და ერთად ვნახოთ, თუ რა კეთდება, რა იგეგმება, რა პერსპექტივები აქვს არსებულ მიწის ნაკვეთებს. ჯამში ტერიტორია მოიცავს 4 ჰექტარს და გვაქვს 33 ერთეულ ნაკვეთად დაყოფილი. ანუ ეს ტერიტორია არის კომპლექსური და არის დაცული, რაც უფრო მეტად ფასეულს და ღირებულს ხდის. ახლა როგორც შევდივართ ფეხით, აქედან იქნება სამანქანის შესასვლელი გზა და გაყვება ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მიწის ნაკვეთს ექნება პირადი საავტომობილო გზა. იურიდიულად, არქიტექტურულად მიწის ნაკვეთები უკვე გამიჯნულია, როგორც ხედავთ, რამოდენიმე ნაკვეთზე უკვე ნიშნულები გაკეთებულია და ეხლა აქტიურად მიმდინარეობს შემოღობითი სამუშაოები და ბოძების დასმა. როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს 33 ერთეული 850-დან 2650 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი. ანუ თითოეულ ნაკვეთს გააჩნია ინდივიდუალური საკადასტრო კოდი. აქვე მინდა დავამატო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის, რომ სათითაოდ ყველა მიწის ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს 2 მოზრდილი მიწის ნაკვეთი, რომელიც შესაძლებელი არის გამოიყენოთ კომერციული დანიშნულებით, რადგან როგორც უკვე დაინახეთ და კადრებშიც ჩანდა, ვიმყოფებით ავტობანის გვერდით. მოდი გადავიდეთ და ერთად განვიხილოთ, თუ რატომ უნდა შეიძინოთ აქ მიწის ნაკვეთი. პირველი ის, რომ ყველა მიწის ნაკვეთზე გაკეთებულია მშენებლობის ნებართვა, მეორე ის, რომ მიყვანილია ყველა კომუნიკაცია, მესამე ის, რომ როგორც ხედავთ, უკვე შემოღობილი არის და დარჩენილი მიწის ნაკვეთების შემოღობაც მიმდინარეობს და მეოთხე არის ღირებულება, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ანუ დაგრჩებათ მხოლოდ ის, რომ შეიძინოთ მიწის ნაკვეთი და აიშენოთ თქვენთვის სასურველი სახლი. ეს ფაქტი, რომ არ აღვნიშნო, დიდი დანაშაული იქნება. მინდა გაჩვენოთ ის სიმწვანე და ბუნება, რაც ამ მიწის ნაკვეთებს აკრავს გარშემო და ის ხედები, რაც ამ ტერიტორიიდან იშლება. ყველა დამეთანხმებით, რომ აქ საღამოს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად წვადის შეწვა და ღვინის მოწრუყვა საოცარი და დასამახსოვრებელი იქნება. როგორც ექსპერტმა მინდა ერთი რამე გირჩიოთ, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთან იყიდით თუ სხვაგან იყიდით. თუ შეგხვდებათ მსგავსი მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თბილისთან ახლოს, გაკეთებულია მშენებლობის ნებართვა, მიყვანილია დენი, წყალი, გაზი და ასევე შემოღობილია, თუ გაქვთ ფინანსები გადადებული, არც კი დაფიქრდეთ და არ გაუშვათ მსგავსი შანსი ხელიდან, რადგან საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება დღითიდღე იზრდება. მოდი გადავიდეთ და შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ობიექტი. გაძლევთ ჩანს, რომ შეიძინოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სადაც შეძლებთ, რომ აიშენოთ სახლი ან გააკეთოთ გონივრული ინვესტიცია. რადგან საგარეჯოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დავკონკრეტდებით და გეტყვით, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ღირებულება არის დაახლოებით $20-30-მდე. ჩვენთან კი კვადრატული მეტრის ღირებულება გაცილებით დაბალია. რადგან ღირებულება ვახსენე, გეტყვით, რომ გვაქვს გაყიდვების 2 ეტაპი. პირველი 10 მიწის ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ეს ცალკე გაიყიდება თუ ერთად, ღირებულება იქნება $15. ხოლო დარჩენილი მიწის ნაკვეთები გაიყიდება $17. ძალიან ცოტა დრო გაქვთ იმისთვის, რომ პირველ ათეულში მოხვდეთ, ამიტომ დაგვიკავშირდით, ჩამოდით, ერთად შევარჩიოთ თქვენი სახლისთვის საუკეთესო მიწის ნაკვეთი. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ ვიდეო მოგეწონათ, დალაიქეთ, თუ კითხვები გექნებათ, დაგვიტოვეთ კომენტარის სახით. მადლობა, რომ გვიყურეთ, დროებით მომავალ შეხვედრამდე.